კონჩიტა სტუმრად ევროპარლამენტში ევროვიზიის გამარჯვებული ევროდეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში მიიწვიეს. კონჩიტას ერთ-ერთი მასპინძელი ავსტრიელი დეპუტატი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, თავად ღია ლესბოსელი LGBT პირების უფლებების დამცველი ულრიკე ლუნაჩეკი იყო. არადისკრიმინაციას ამ ლოზუნგით გაიმართა ყველა შეხვედრა, რომელსაც ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ჩასული მომღერალი ესწრებოდა. კონჩიტას ევროპარლამენტში სტუმრობის შესახებ ქეთევან ქარდავაგი ამბობთ. Conchita, the stage is yours. ევროპარლამენტის წინ სცენა სპეციალურად კონჩიტასთვის თაყვანისმცემლების მოთხოვნით მოაწყვეს და სთხოვეს მომღერალს რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეესრულებინა. საკანონმდებლო ორგანოში კონჩიტას დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ფანების მოთხოვნით მისი შენობის წინ თაყვანისმცემლებთან გამოსვლა დაიგეგმა. მე ვიცი რომ წვერიანი ქალბატონის სცენაზე გამოჩენამ ბევრ ქვეყანაში დისკუსია გამოიწვია განსხვავებული ადამიანების და მრავალფეროვნების თემაზე. მე ყოველთვის ვამბობ, თქვენ არ ხართ ვალდებული, მე გიყვარდეთ, მაგრამ პატივი უნდა მცეთ რომ აქ ვარ. დარბაზი სავსე იყო ევროპარლამენტშიც. კონჩიტამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან ულრიკე ლუნაჩეკთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. ლუნაჩეკიც ავსტრიელია, თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ამის შესახებ ღიად მან საჯაროდ 20 წლის წინ ისაუბრა. კონჩიტას ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი აქვს თან, ისეთი, რომელიც არანაირ კავშირში არაა პოლიტიკურ პარტიებთან. ეს არის საკითხი, რომელზეც დგას ევროკავშირი, ჩვენი გაერთიანება. თანაბარი უფლებები, ფუნდამენტური უფლებები, უფლება იცხოვროს შიშის გარეშე თავისუფლად. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება ნებისმიერ ოჯახში მოხდეს, ნებისმიერ პროფესიაში, სამინისტროში, სპორტულ კლუბში. LGBT პირები ყველგან არიან. მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევროვიზიაზე წარმატების მოპოვება ევროპის მხრიდან მთელი მსოფლიოსთვის გაგზავნილი სიგნალი იყო. მათ კი ვინც დისკრიმინაციის მსხვერპლია, კონჩიტა თვითდაჯერებულობისკენ მოუწოდებს. მსმენელმა მომწერა, მე ვერ ავიტანე შენი გარეგნობა და მეზიზღება ახლაც, მაგრამ შენ არ ხარ სულელი და უტვინო. ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. შეიძლება განსხვავებული ან ცოტა განსხვავებული მოსაზრებები გქონდეს. თუ ისეთ ადამიანს ესაუბრები, რომელიც შენაირად ფიქრობს, კარგია, მაგრამ თუ განსხვავებული მოსაზრება აქვს, არ უნდა ვაქციოთ ზურგი, უნდა პატივი ვცეთ. დიახ, მიდგომა შეიცვალა, მაგრამ მაინც გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ღონისძიება 17,000 ევრო დაჯდა, სცენა, ტექნიკური აღჭურვილობა, კონჩიტას დამხმარე პერსონალი. პარლამენტარმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით კონჩიტამ თანმხლებ პირებთან ერთად ვენიდან ბრიუსელში ეკონომ კლასით იმგზავრა. კონჩიტა ვურსტი ავსტრიელი პოპ შემსრულებლის ტომას ნოივირტის სასცენო ფსევდონიმია. კონჩიტა ვურსტის სახელით ტომასი პირველად 2011 წელს ერთ-ერთ ავსტრიულ შოუში გამოჩნდა. პოპულარობა კონჩიტამ წელს ევროვიზიაზე გამოსვლით მოიპოვა და მილიონობით თაყვანისმცემელიც გაიჩინა. მომღერალმა პირველი ადგილი მოიპოვა.